საქართველოს რკინიგზა განვითარების ახალ ეტაპზე გადადის კომპანიის გრძელვადიანი სტრატეგია ინფრასტრუქტურულ განვითარებას, სატვირთო გადაზიდვების გაძლიერებას და სამგზავრო მიმართულების მოდერნიზებას გულისხმობს. რკინიგზის განახლების პრეზენტაციაზე ითქვა, რომ 2026-2028 წლებში საქართველოს რკინიგზა 50 ახალი ლოკომოტივსა და 1500 ვაგონს შეიძენს. რაშიც მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდება. ქვეყნის გადაკვეთის დრო 24-დან 12 საათამდე უნდა შემცირდეს. სატრანსპორტო გამტარუნარიანობა კი უნდა გაორმაგდეს. რას გულისხმობს რკინიგზის განვითარების გრძელვადიანი გეგმა და რა შედეგს მიიღებს ქვეყანა ამ სტრატეგიული ობიექტის მოდერნიზაციის შედეგად? თამარ იოსელიანი ეკონომიკის და განვითარების მინისტრის მოადგილეა ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარი. ძალიან დიდი მადლობა გადაცემის სტუმრობისთვის. რკინიგზა არ არის ჩვენთვის უბრალოდ ადგილის, რომელთაც გადავაადგილდებით, ხო? საქართველოს რკინიგზა წლების განმავლობაში ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ ლოკომოტივს წარმოადგენდა და ამიტომ მისი მოდერნიზება კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძლევა. თქვენ გუშინდელ პრეზენტაციის შემდგომ ჟურნალისტებთან თქვით, რომ ეს არის ისტორიული განახლება. რაში გამოიხატება ეს ისტორიული განახლება მიუხედავად ჩემი მიერ ჩამოთვლილი მიმართულებებისა, უფრო დეტალურად რომ ვთქვათ, რა იცვლება რკინიგზის შემთხვევაში, რას მივიღებთ და რამდენად იქცევა რკინიგზა რაღაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის იყო საკმაოდ წაგებაზე მომუშავე კომპანია. რა შეიცვლება თანხების დაზოგვის ნაწილს აუცილებლად ცალკე შევეხები, იმიტომ რომ ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია და ყველანი ჩვენ ვართ ამ რკინიგზის მომხმარებლები და შესაბამისად ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ 24 საათი კი არა 12 საათამდე რეალურად იყოს შემცირებული გადაკვეთის დრო. ბუნებრივია. დიდი მადლობა მაია გადაცემაში მოწვევისთვის. მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ზოგადად როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი გეოგრაფია გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენი ქვეყანა გავხადოთ სატრანსპორტო ხიდი და ვართ ისედაც სატრანსპორტო ხიდი აზიასა და ევროპას შორის. შესაბამისად, ჩვენი შესაძლებლობები უნდა გაძლიერდეს. ჩვენ ვიცით, რომ 2030 წლისთვის ველოდებით ტვირთბრუნვის გაორმაგებას და ზოგადად თქვენ კარგად მოგეხსენებათ რეგიონში და ზოგადად სოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, როგორი მყიფეა ის ტრადიციული მარშრუტები, რომლითაც ტვირთი გადაადგილდება, შესაბამისად ის ალტერნატივები და დამატებითი დერეფნები ხდება ბევრად უფრო მოთხოვნადი და საქართველოსაც ინტერესი, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო გაზრდილია. ამ მიმართულებით ჩვენ სრულად თანხვედრაში ვართ რეგიონის ქვეყნებთან და ასე ვთქვათ, ძალიან ხშირი კოორდინაცია და კომუნიკაცია გვაქვს, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ შუა დერეფანი გაძლიერდეს და სწორედ ამისთვის საქართველოს რკინიგზა დამეთანხმებით, რომ წარმოადგენს ქვეყნის, ასე ვთქვათ, სატრანსპორტო ხერხემალს და სწორედ ამიტომ ჩვენ შევიმუშავეთ 10 წლიანი სამოქმედო გეგმა, ხედვა, რომელიც სრულად გააჯანსაღებს როგორც საქართველოს რკინიგზას, ასევე საქართველოს, ასე ვთქვათ, გახდის იმ სატრანსპორტო ჰაბს, რომელიც იქნება ხიდი ევროპასა და აზიას შორის. რას მოიცავს აღნიშნული ხედვა და გეგმა, რომელიც რა თქმა უნდა გამყარებულია შესაბამისი სამოქმედო გეგმით და სტრატეგიით, გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ვავითარებთ სამივე მიმართულებას, რომელსაც საქართველოს რკინიგზა მართავს. ეს არის როგორც სატვირთო გადაზიდვები, ეს არის სამგზავრო გადაყვანები და ასევე ის ინფრასტრუქტურა, რომელსაც ფლობს საქართველოს რკინიგზა. ამ მიმართულებით ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ 10 წლის განმავლობაში განვახორციელოთ დაახლოებით $1.7 მილიარდი ინვესტიცია და ეს არის ჩვენს მიერ გაცხადებული $7 მილიარდი, ასე ვთქვათ, შემადგენელი ნაწილი, რომელიც დაიხარჯება ზოგადად დაკავშირებადობაში და იმ ძირითად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, რასაც ჩვენ ვავითარებთ ჩვენი ქვეყნის მთელი მასშტაბით. ეს არის როგორც საავიაციო სექტორი, ასევე ის ცენტრალური მაგისტრალები, რომელსაც ასე ვთქვათ ვავითარებთ, საზღვაო ინფრასტრუქტურა და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა. რას მოიცავს ზოგადად $1.7 მილიონი? შეგვიძლია ეს დავუყოთ ისევ სამ მიმართულებად, სამგზავრო სატვირთო და ინფრასტრუქტურული მიმართულება და როგორც მოგეხსენებათ და გუში როგორც განვაცხადეთ, ისტორიულ კომპანიაში ისტორიული განათლება იწყება. ისტორიული განახლება მოიცავს იმას, რომ პირველად დამოუკიდებლობის ისტორიაში ჩვენ შევიძენთ და გავაახლებთ სალოკომოტივო და სავაგონო პარკს. პირველ ეტაპზე განვაახლებთ 50 ახალი ლოკომოტივით და 1500 ვაგონით, რაც მოგცემს იმის შესაძლებლობას, რომ დამატებით, რა თქმა უნდა, გაციფრულებით და ახალი სისტემების დანერგვით მოგცემს იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყნის გადაკვეთი სატრანზიტო დრო შევამციროთ 24-დან 12 საათამდე, გავანახევროთ და ასევე გავაორმაგოთ გამტარუნარიანობა.
პროგრამა. ჩვენ ამაში ცხადია გვეხმარება ასევე მოდერნიზაციის უღელტეხილის მოდერნიზაციის პროექტის დასრულება და თქვენ მოგეხსენებათ ჩვენ პროექტი დავასრულეთ დეკემბერში და სრულ ექსპლუატაციაში შევიდა ახალი მონაკვეთი შესაბამისად ამ მიმართულებითაც ინფრასტრუქტურის მიმართულებით ჩვენ ძირითად ცენტრალურ მაგისტრალებზე რემონტებს ვაწარმოებთ დღესაც შესაბამისად ამ მიმართულებით გარდა სატვირთო მიმართულებისა შედეგები გვექნება სამგზავრო მიმართულებაში შესაბამისად აჩქარდება გადაყვანის დროები და თბილისი-ბათუმის მიმართულებით ჩვენ გვეგმოთ რომ აგვისტოდან 5:30 საათის ნაცვლად 4 საათში ჩავიდეთ ახალციხის ახალი მიმართულება დაემატება რომელიც ადრე თუ იყო 6 საათის ასე ვთქვათ განმავლობაში შეძლებდი ახალციხეში დედაქალაქიდან ჩასვლას ახლა უკვე გავანახევრებთ აღნიშნულ დროს და ჩვენ რა თქმა უნდა ახალი მიმართულების დამატებასაც ვაპირებთ. ზოგადად სამგზავრო მიმართულებას ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ და ამ მიმართულებით უნდა ითქვას, რომ ამ 2 წლის განმავლობაში ჩვენ შევიძებთ 10 ახალ მატარებელს და უნდა ითქვას, რომ ძირითად ასე ვთქვათ მიმართულებებზე გვეყოლება სრულიად ახალი კომფორტული მატარებლები იმისათვის, რომ როგორც ჩვენ მოქალაქეებს, ასევე ტურისტებს შეუქმნათ ის კომფორტული მგზავრობის შეუძლებელია რომ რომელიმე ეს ნაწილი არ იყოს მნიშვნელოვანი თვითონ ჩვენგან ისის, მაგრამ მაინც ყურადღება მინდა გავამახვილო შუა დერეფნის კონტექსტზე, მე და თქვენ არაერთხელ გვისაუბრია ამ გადაცემაში სხვა სტუმრების მონაწილეობითაც რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს და თქვენ ახსენეთ დაკავშირებადობა ბოლო პერიოდში კი არის რაღაც გარკვეული მცდელობები რომ დაკავშირებადობიდან თითქოს საქართველოს რაშუაშია, მაგრამ საქართველოს გარეშე აზიისა და ევროპის დაკავშირებადობა უბრალოდ ვერ გამოვა. ბუნებაში არ არსებობს, რუკა იძლევა ამის მარტივი პასუხის საშუალებას, თუმცა დაკავშირებადობისთვის რას ვაკეთებთ ამ კითხვაზე პასუხის მიღება ბუნებრივია ჩვენთვისაც საქართველოს მოქალაქეებისთვისაც მნიშვნელოვანია. რეალურად ეს მოდერნიზების გეგმა პირდაპირ პასუხობს იმ მთავარ ამოცანას რომ შუა დერეფნის განვითარების კუთხით ჩვენ დიახ უკვე ვდგავთ ამ ნაბიჯებს რომ შუა დერეფანი არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული იმის მიუხედავად რუსეთ-უკრაინის ომი როდის დასრულდება ჩრდილოეთის დერეფანში რა მოხდება თუ დაუშვათ ჰორმუზის სრუტე როდის გაიხსნება დიახ, მაია, ნამდვილად დაგეთანხმებით, რომ სწორედ ამიტომ ვდგავთ ჩვენ ნაბიჯებს იმისათვის, რომ გაორმაგებულ ტვირთბრუნვას დავხვდეთ მომზადებულები, ვიყოთ სანდო პარტნიორები რეგიონში და შესაბამისად ჩვენი მიზანია, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს სწრაფი, ხარისხზე ორიენტირებული და რა თქმა უნდა სტაბილურობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია და ამ მიმართულებით ჩვენ ვდგავთ შესაბამის ნაბიჯებს, გვაქვს შესაბამისი მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი გეგმა იმისათვის, რომ ამ გამოწვევებს ამ მოთხოვნებს უპასუხოთ და შესაბამისად უპასუხოთ ბაზრის მოთხოვნებს იმისათვის, რომ დავაკმაყოფილოთ როგორც შუა კორიდორის მოთხოვნები, ასევე სინერგიაში ვიყოთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან იმისათვის, რომ შესაბამისად გაზრდილ ტვირთბრუნვას უპასუხოთ შესაბამისი სისწრაფით, ეფექტიანობით და ასე ვთქვათ, გამტარუნარიანობა ჩვენთვის ამ მიმართულებით არის უმნიშვნელოვანესი, შესაბამისად ზრდით მოცულობებს მუშაობთ კერძო სექტორთან ძალიან აქტიურად და რა თქმა უნდა ამის დამაგვირგვინებელი ელემენტი არის სწორედ ანაკლიის ღრმაწლოვანი ნავსადგური, რომლის მშენებლობაც ჩვენ უკვე დავიწყეთ, შესაბამისად ამ მიმართულებითაც ძალიან ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი ნაბიჯებს. ის რომ ინვესტორი არ არის გამოვლენილი ოპერატორი მაქვს ხედელობაში ანაკლიის ეს ამ სამშენებლო სამუშაოებს რაიმე ფორმით აფერხებს თუ არა, თორე ძალიან ბევრი სპეკულაცია იყო ამ საკითხთან მიმართებაში და რამდენად შეგიძლია თქვათ იმ ადამიანმა, რომელიც ამ მთელ ამ ინფრასტრუქტურის გაჯანსაღებაზე ხართ რეალურად პასუხისმგებელი, რასაც შუა დერეფნის კორიდორის შემადგენელი ელემენტები ქვია პორტი, იქნება რკინიგზა თუ სატრანსპორტო ნაწილი, ამის მიმართულებით რამდენად სწორად მივდის სამშენებლო პროცესი, თუნდაც ანაკლიის შემთხვევაში იყო მაგალითად გუშინ მინისტრი ბრძანდებოდა იქ და დაათვალიერა სამშენებლო სამუშაოები, შეგვიძლია იმის თქმა, რომ ანაკლიის პორტის სამშენებლო პროცესი მიდის დაგეგმილი ტემპით და ჩვენ რეალურად დათქმულ ვადაში გვექნება უკვე მზაპორტი. დღევანდელი მოცემულობით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გეგმა გრაფიკის შესაბამისად მივდივართ. ამ მიმართულებით გუშინ მოვინახულეთ სამშენებლო მოედანი, უნდა ითქვას, რომ ნამდვილად ძალიან ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება იმისათვის, რომ უკვე დაიწყოს ტალღმჭრელის მშენებლობა. შესაბამისი კომპანია, რომელიც არის დიდ ოთხეულში შემავალი, ბელგიური კომპანია იანდენული,
ადგილზე უკვე აწარმოებს შესაბამის სამუშაოებს, ჩვენ ეს სამუშაოები დავათვალიერეთ და უნდა ითქვას, რომ ჩვენ გეგმა გრაფიკის შესაბამისად მივიწევთ წინ. ეს ნიშნავს იმას, რომ აშენდება 1380 მეტრის ტალღმჭრელი, დაღრმავდება შესაბამისი აუზი 16-დან 18 მეტრამდე და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა იმისა, რომ როგორც ინვესტორს დავხვდეთ მზად იმისათვის, რომ მივიღოთ პირველი გემი 2029 წლისთვის, ასევე რეგიონში ვიყოთ ამ მიმართულებით უკონკურენტო იმისათვის, რომ შესაბამისი გადაზიდვები უზრუნველყოთ. კი ბატონო, და ჩვენი საუბრის ბოლოს მე ჩემი ყურადღება გუშინ პრეზენტაციის მიიქცია თქვენმა ფრაზამ, რომელიც ეხებოდა თანხების ერთგვარ სწორად ხარჯვას თუ დაზოგვას რეალურად 200 მილიონზე. 200 მილიონი ძალიან დიდი თანხაა, ბუნებრივია. არასწორად და არამიზნობრივად იყო დაუშვათ ეს ხარჯები გაწერილი თუ როგორ მოახერხეთ რომ დაუშვათ 200 მილიონი დაიზოგა მიუხედავად იმისა რომ ამ ხელა პროექტი გაქვს დაგეგმილი მოდერნიზების კუთხით. პრეზენტაციაზე დეტალურად ასე ვთქვათ განვიხილეთ თუ რა მიმართულებით იქნა ოპტიმიზაცია განხორციელებული. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ ახალი მენეჯმენტის პირობებით გაჯანსაღდა თვითონ ორგანიზაცია იმ კუთხით რომ დაიზოგა შესაბამისი თანხები როგორც ადმინისტრაციული მიმართულებით ასევე საკადრო ოპტიმიზაციის მიმართულებით ითქვა ასევე რომ 1000 ერთეულამდე შემცირდა საკადრო მიმართულება ასევე დაიზოგა თანხები მიმდინარე ხელშეკრულებებში და ჯამურმა ასე ვთქვათ ოპტიმიზაციამ შეადგინა 230 მილიონ ლარზე მეტი ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ დანაზოგია რომელიც ასევე ჩაბრუნდება თვითონ კომპანიაში და შესაბამისად კომპანიის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო ასე ვთქვათ ორგანიზაციების სწორი მართვა ამ მიმართულებით შესაბამისი ნაბიჯები ითქმება და რკინიგზარი ერთ-ერთი მაგალითი რომელიც ნამდვილად ამ მიმართულებით ძალიან რკინიგზამ რომელმაც სწრაფად და ეფექტურად დადო შედეგები. ანუ რეალური პირველი შედეგები უნდა გქონდეს 2 წელიწადში? ანუ იმ გეგმის მიხედვით. გეგმის მიხედვით 2026-28 წლების უკვე აგვისტოში ბათუმს თუ გულისხმობთ. კი ბატონო 2026-დან 28 წლის ბოლომდე ჩვენ ეტაპობრივად დავდეთ შედეგებს და ამ მიმართულებით ნამდვილად ხელშესახები შედეგები გვექნება, რომელიც კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ისტორიული განახლება იწყება და ნამდვილად ასე ვთქვათ, ეს მოგცემს იმის შესაძლებლობას, რომ რეგიონში ჩვენ ვიყოთ სანდო პარტნიორი, სწრაფი, ეფექტური, გაზრდილი გამტარუნარიანობით და შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ უალტერნატივები. თქვენ რამდენჯერ მიახსენეთ მეზობელი სახელმწიფოები მათთან ძალიან აქტიურად მუშაობთ. აი ის მთავარი პრობლემა თუ გამოწვევა, რომელიც არსებობს ერთი ფანჯრის პრინციპი პირობითად რეგიონის ქვეყნებს შორის, აი ეს რამდენად, იმიტომ რომ ბიზნესს ძალიან ხშირად გამოუთქვამს ამასთან დაკავშირებით მოსაზრებები ამ ეთერში, რამდენად მუშაობთ იმაზე, რომ რეალურად კომპანიებისთვის ხელშესახები იყოს ეს ერთი ფანჯრის პრინციპი პირობითად თუ გაივლის საქართველოს, მე აღარ გქონდეს რაღაც გარკვეულ ბიუროკრატიასთან შემხებლობა სხვა ამ შუადერებნის ქვეყნებში. გაციფრულება ჩვენთვის არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, რომელსაც ვავითარებთ როგორც საზღვაო მიმართულებით, ასევე სარკინიგზო მიმართულებით. ჩვენ უკვე შედეგები, პირველადი შედეგები დავდეთ როგორც საზღვაო, ასევე სარკინიგზო მიმართულებით. რკინიგზასთან მიმართებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩინეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, ასე ვთქვათ, ძალიან აქტიურად და მჭიდროდ თანამშრომლობს იმისათვის, რომ შევამციროთ ბიუროკრატია და გუშინ პრეზენტაციაზე ითქვა, რომ 7.5-ჯერ შემცირდა, ასე ვთქვათ, ის ბიუროკრატიული ბარიერები, რომელიც აქამდე იყო და ამ მიმართულებით ნამდვილად ქმედითი ნაბიჯები უკვე გადაიდგა, თუმცა ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით და უფრო მეტი, ასე ვთქვათ, განვითარება იქნება ამ მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ის ბლოკმატარებლები, რომელიც დაინიშნა ფოთი ბაქოს მიმართულებით, ფოთი თბილისის მიმართულებით, ამაც ძალიან დიდი შედეგი მოგწვა ზოგადად დროის შემცირების კუთხით მაგალითად მოგიყვანთ, რომ 3 დღე თუ გჭირდებოდა ეხა 12 საათში, ასე ვთქვათ, ამ ყველაფერს ვასრულებთ ჩვენ მხარეს და ზოგადად მე ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო ავაჩქარებთ პროცესებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ასე ვთქვათ, ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობით და პარტნიორებთან თანამშრომლობით ზოგადად კორიდორში ამ მიმართულებით ხელშესახები შედეგები გვექნება. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, წარმატებებს გისურვებთ. ბუნებრივია ძალიან გულშემატკივროთ არა მხოლოდ რკინიგზის, არამედ შუადერბნის კონტექსტში ყველას იახლეს და იმედი ვიქონიეთ, რომ რაც შეიძლება მალე იქნება ეს ყველაფერი კიდევ უფრო ხელშესახები. თამარ იოსელიანი იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.
საქართველოში ტრანზიტად გამავალი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა მცირედით შემცირდა ოფიციალური სტატისტიკით 2026 წლის იანვარ-მარტში ტრანზიტული სატვირთოების რაოდენობამ 110,540 გადააჭარბა, რაც 1% ჩამორჩება 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს. 3 თვის ჯამური მონაცემებისგან განსხვავებული სურათია 1 თვის ჭრილში, კერძოდ თუ მხოლოდ ბოლო 1 თვის მაჩვენებელს შევხედავთ მარტში, საქართველოში ტრანზიტად გამავალი სატვირთოების რაოდენობამ 40,000 გადააჭარბა, რაც წლიურად 1000 ერთეულით გაზრდილი მაჩვენებელია. ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამო შექმნილი კრიზის და მკვეთრად გაძვირებული საწვავი ავიაბაზარზე მძიმე დაისახა. Georgian Airways-ში აცხადებენ, რომ მენეჯმენტი ყველა ზომას იღებს საწვავის ეკონომიისთვის, თუმცა ამის მიუხედავად რეისების ნაწილის გაუქმება უწევთ. კომპანიაში განმარტავენ, რომ ევროპის საჰაერო სივრცის გადატვირთვის საბაბით ევროკონტროლმა რეისები 30 წუთიდან 2 საათამდე შეაფერხარა. Georgian Airways-ის შეფასებით არარეალური მიზეზია, რადგან აქტიური საავიაციო სეზონი ჯერ არ დაწყებულა. ავიაკომპანიის შეფასებით ევროკონტროლში დღევანდელ მძიმე ვითარებას არ ითვალისწინებენ და უგულებელყოფილია მგზავრებისა და ავიაკომპანიების ინტერესები. მათივე შეფასებით თავის დროზე იყო მიღებული ევროკონტროლში გაწევრიანების არასწორი გადაწყვეტილება და ორგანიზაცია საქართველოდან საკმაოდ დიდ ფინანსურ სარგებელს იღებს. ჩემი ღრმარწმენით ამ ორგანიზაციაში გადაწყვეტილებები მიიღება არაპროფესიონალების მიერ. როგორც ახსენე აქამდე და ვახსენე, ეს არ არის აქტიური სეზონი ავიაციისთვის, მაისია და შესაბამისად ფრენების აყოვნება იმის გამო, რომ საჰაერო სივრცე შეიძლება იყოს გადატვირთული, არის სრული აბსურდი. იმის ნაცვლად, რომ ამ რთულ ვითარებაში ხელი შეუწყონ ავიაკომპანიებს და ჩვენი მთელი ძალისხმევა, რომელიც საწვავის ეკონომიკის მიზნით მიმდინარეობს, წყალში არ ჩაგვეყაროს, ევროკონტროლი ამ შემთხვევაში აყოვნებს რეისებს. ავიაკომპანია კი ვალდებულია, რომ ანაზღაუროს შესაბამისი ხარჯები, რაც გაიყო და კომპენსაციის სახით აუნაზღაუროს ეს მგზავრებს. ესეც ამ ვითარებაში კი დამატებითად ძალიან დიდი ხარჯია ავიაკომპანიისათვის.